კომუნისტურმა ხანმა მოიტანა ისეთი სოფხედელობა, ცნობიერება, თითქოს რომ დოგმა ასოცირდებოდა მაშინდელ ხალხში, ვინც კარგად ვერ ერკვევოდა, ასე ვთქვათ, საღვთისმეტყველოს შინაარსში. თითქოს ჩარჩოებში მოქცეულთან, თითქოს დრომოჭმულთან, ჩამორჩენილთან, გაყინულთან და ასე შემდეგ მოძველებულთან. ანუ ესეთი ასოციაცია და რეალურად დოგმის შინაარსი, საეკლესიო გაგებით ბევრად შორსმიტის და სხვა შინაარსი აქვს მას. დოგმა არის ბერძნული სიტყვა და მომდინარეობს ზმნიდან დოკეო, ამ ზმნიდან მომდინარეობს და ქართულად ნიშნავს ვფიქრობ, მივიჩნევ, გონია, ასევე ნიშნავს ვიწყნარებ, ვიღებ რაღაცას და გარდა ამისა აქვს, ასე ვთქვათ, განკარგულების, ბრძანების მნიშვნელობა. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. ყველას არ შეუძლია მაგალითად კონდეს თანაბარი გონებრივი შესაძლებლობები არ აქვს, განათლება არ აქვს ყველას თანაბარი, ყველას არ აქვს თანაბარი სულიერება, რომ მას მაგალითად თუნდაც სულიერი ჭრეტელობით ჩაწვდეს ამ დოგმების სიღრმეს, მაგრამ არსებობს მორწმუნე ადამიანი, რომელსაც სწამს ის რაც ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში დაადგინა, სწამს იმიტომ რომ ამდენს ხვდება და იაზრებს რომ ეს ვიღაცის მოგონილი და შემთხვევით დაწერილი ეს ღვთის სიტყვაა, რომელიც განიმარტა წმინდა მამათა მიერ.